თავი მერვე. იმ დღეებში დიდძალმა ხალხმა მოეყარა თავი, საჭმელი კი არაფერი გააჩნდათ. მან უხმო თავის მოწაფეებს და უთხრა: მეწოდება ეს ხალხი, რადგან უკვე 3 დღეა რაც ჩემთან არიან და საჭმელი არაფერი აქვთ. შივრები რომ გავუშვაშინ დაუძლურდებიან, ვინაიდან ზოგიერთი მათგანი ძალიან შორიდან არის მოსული. მისმა მოწაფეებმა მიუგეს მას: საიდან შეიძლება ამდენი ხალხის უდაბნოში დაბურება? კითხა მათ: რამდენი პური გაქვთ? მათ უთხრეს: 7. მაშინ უბრძანა ხალხს მიწაზე დამსხდარიყვნენ. აიღო 7 პური, მადლი შესწირა, დაატეხა და მისცა თავის მოწაფეებს, რომ ჩამოერიგებინათ. მათაც ჩამოურიგეს ხალხს. რამდენიმე თევზიც ჰქონდათ, აკურთხა და უბრძანა ისინიც ჩამოერიგებინათ. ჭამეს და გაცხდნენ. დარჩენილი ნატეხებისგან 7 კალათი აიღეს. ისინი კი 4000-მდე იყვნენ და გაუშვა ყველანი. უმალვე ავიდა ნავზე თავის მოწაფეებთან ერთად და მივიდნენ დალმანუთის მხარეში. გამოვიდნენ ფარისევლნი და დაუწყეს დავა და მოსთხოვეს ციდა ნიშანი, რომ გამოეცადათ. სულით ამოიოხრა და თქვა: რისთვის თხოვლობს ეს მოდგმა ნიშანს? ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ ამ მოდგმას ნიშანი არ მიეცემა. და მიატოვა ისინი, კვლავ ავიდა ნავზე და გაღმა გავიდა. დაავიწყდათ პურის წაღება, ნავში კი 1 პურის მეტი არ ჰქონდათ. დაარიგა ისინი და უთხრა: გაფრთხილდით, ერიდეთ ფარისეველთა საფუარს და ჰეროდიანთა საფუარს. ისინი კი ერთმანეთში მსჯელობდნენ, ალბათ იმიტომ, რომ პური არ გვაქვსო. იესომ შეამჩნია და უთხრა მათ: რას მსჯელობთ? პური რომ არ გაქვთ? ნუ თუ კიდევ ვერ გაგიგიათ და ვერ შეგიგნიათ, გული გაგიქვავდათ, თვალები გაქვთ და ვერ ხედავთ, ყური გაქვთ და არ გესმით და არც გახსოვთ. როცა 5 პური დავტეხე 5000 კაცისათვის, რამდენი გოდორი აიღეთ ნატეხებით სავსე? უთხრეს 12. როცა 4000-ისათვის 7 პური დავტეხე, რამდენი კალათი აიღეთ ნატეხებით სავსე? უთხრეს 7. უთხრა მათ: როგორ ვერ მიხვდით? მივიდნენ ბეთსაიდას და მოუყვანეს ბრმა და ევედრებოდნენ, რომ შეხებოდა მას. ჩაკიდა ბრმას ხელი, გაიყვანა იგი სოფლიდან, თვალებზე დაანერწყვა, დაადო ხელები და ჰკითხა: ხედავ რამეს? მან აიხედა და თქვა: ვხედავ ადამიანებს, როგორც ირგვლივ მოარულ ხეებს. შემდეგ კვლავ დაადო ხელები თვალებზე, დააცქერდა, განკურნა და ყველაფერს ნათლად ხედავდა. გაისტუმრა შინ და უთხრა: სოფელში ნუ შეხვალ. წავიდნენ იესო და მისი მოწაფეები ფილიპეს კესარიის სოფლებში. გზადაგზა ელაპარაკებოდა იგი თავის მოწაფეებს და ეკითხებოდა: რას ამბობს ხალხი, ვინ ვარ მე? მათ უთხრეს: იოანე ნათლისმცემელიო. სხვები ამბობდნენ: ელიაო, სხვები ერთ-ერთი წინასწარმეტყველიო. მან კითხა მათ: თქვენ რაღა სიტყვით, ვინ ვარ მე? პეტრემ უთხრა: შენ ხარ ქრისტე. გააფრთხილა ისინი, რომ არავისთვის ეთქვათ მასზე. დაუწყო სწავლება, რომ კაცის წეს მართებს მრავალი ტანჯვა აიტანოს. უარყოფილი იქნეს უხუცესების, მღვდელმთავრებისა და მწიგნობრების მიერ. მოიკლას და მესამე დღეს აღდგეს. ცხადად ამბობდა სიტყვას. გვერდზე გაიხმო პეტრემ და დაუწყო კითხვა. ის კი მობრუნდა და გადახედა თავის მოწაფეებს. პეტრეს გაუწყდა და უთხრა: მომცილდი სატანავ, ვინაიდან ღვთისას კი არ ფიქრობ, არამედ ადამიანისას. დაუძახა ხალხს თავის მოწაფეებთან ერთად და უთხრა: თუ ვინმე სურს მე მომყვეს, უარყოს თავი, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს. ვინაიდან ვისაც სურს სული შეინარჩუნოს, იგი დაკარგავს მას. ხოლო ვინც ჩემი ან და სახარების გულისთვის დაკარგავს სულს, იგი შეინარჩუნებს მას. რა ხეირია ადამიანისათვის, თუ მთელ ქვეყნიერებას შეიძენს, თავის სულს კი ავნებს? ან რისი მიცემა შეუძლია ადამიანს თავისი სულის სანაცვლოდ? რადგან ვისაც შერცხვება შენი და ჩემი სიტყვებისა ამ რუშ და ცოდვილ მოდგმაში, კაცის დესაც შერცხვება მისი, როდესაც მოვა თავისი მამის დიდებაში, წმინდა ანგელოზებით.